თბილისის სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ინგრევის შედეგად ამ დროის მონაცემებით ერთი ადამიანი დაღუპული. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან. მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანილი. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულის ფასადის ნგრევა დღეს დაახლოებით 19 საათზე მოხდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო სამუშაოები. ტრაგიკული დღის მიუხედავად იყო ბედნიერების მომენტიც, როდესაც მამაკაცი მის მეუღლეს ეძებდა და უვნებელი იყო. Marina,